და ჯარისკაცები დისკრედიტაცია მოგეხსენებათ შეტანილი ქონდათ ამოგუნურებს თავრობაში პროექტი, რითაც უცხო ქვეყანაში ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების გამოცხადება უნდა და ტერორისტებად მადლობა ღმერთს რომ მოეგნენ გონზე არასამთავრობო და აქტიურობით და ინიციატივით ეს კანონ პროექტი როგორც იქნა გადააკეთეს და გადაასხვაფერეს ეხოთ იმდენი ჭკუა გაუხილდით ხალხო ჩვენ ჯარისკაცებს ესენი არიან ხალხი რომლებიც უკრაინაში მოგეხსენებათ საქართველოს იცავენ მოგეხსენებათ ეს პოლიციელები აუცილებლად უნდა შევეხო აი ბოლო ფაქტს ბოლო გარდაცვლილ პოლიციელს რომელზეც სახელმწიფო პოლიციელებზე არ ზრუნავს არანაირად არ ზრუნავს და სანამ არ გაჟღერდა რომ არც ერთი წარმომადგენელი ამასინად ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის შემთხვევაში თავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ მივიდა და არ დააფასა ის პოლიციელი მანამდე ფეხი არ ყური არ შეიბერტყეს და აი ბოლოს ნება იბოძეს და მთელი თავრობა ჩაბრძანდა ასე უნდა იყოს უნდა აფასებდეთ ბატონებო იმ ხალხს რომლებიც ჩვენ სადარაჯოზე არიან ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე არიან დღეს მართლა კრიმინალი მართავს დაწყებული აჭარიდან რომელსაც ხელში ჩაუხდეთ ლავასოღლის მთელი აჭარა არ არსებობს სფერო ფოთში რომელსაც ბესელია თავისი კრიმინალური მენტალიტეტით მართავს მოეგეთ გონზე დაანებეთ საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას თავი საბრძანდით 0% გაქვთ უკვე რეიტინგი 0% უნდა იყოს აუცილებლად არას რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები რომლებიც აუცილებლად ესაჭიროება ქვეყანას ოღონდ აუცილებლად რამოდენიმე ჩასწორებით რადგანაც გააქტიურებულები არიან პრორუსული ძალები უნდა იყოს აუცილებლად შეტანილი კანონ პროექტში ჩასწორება რომ არ შეეძლოთ მათ მიღება არჩევნებში მონაწილეების რადგანაც ჩვენ არ გვაქვს ჩრდილოეთ მეზობელთან დიპლომატიური ურთიერთობა და პრის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს პრის მიერ დაფინანსებულ პარტიებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ გინდათ რაზიზმში გინდათ ფაშიზმში როგორც გინდათ ჩემი გამოსვლა ისე შეაფასეთ ეს არის ხალხის აზრი დამიჯერეთ ნუ ფიქრობთ იმას რადგანაც დღეს აქ 10-15 კაცი მიმყოფებით რომ მარტო ჩვენ ვფიქრობთ ასე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს ასე მოაგეთ გონზე მე მინდა წაგიკითხოთ ამ მონაწერი 68 წლის წინ დაწერილი ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან და ღმერთმა არქნას რომ ასრულდეს ეს საქართველოში ვინაიდან პირდაპირ წერია ვინაიდან აუცილებელია რომ ადამიანის უფლებათა დაცვა გარანტირებული იქნეს კანონის უზენაესობის პრინციპ იმის უზრუნველსაყოფად რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ვინაიდან აუცილებელია ხელი შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ მოუწოდეთ ჩვენ მოსახლეობას რომ არ გავიდნენ კონსტიტუციური სივრციდან როგორც ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება არ გავიდნენ კანონის ფარგლებიდან მოუწოდებ ყველას როგორც ჩვენი ორგანიზაცია ასევე ყველა იმ ორგანიზაციას რომელიც დღეს უკმაყოფილოა ყველა იმ საზოგადოების წარმომადგენელს რომელიც უკმაყოფილოა დღევანდელი მთავრობის პოლიტიკით რომ არ გასცეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გასცეს კანონიერ სივრცეს და ისე გავაპროტოთ და მივიყვანოთ როგორმე რიგარეში არჩევნებამდე ჩვენი ქვეყანა ვინაიდან დღევანდელი პარლამენტი არანაირად არ ასახავს ხალხის ნებას აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა რომ გადადგეს დღევანდელი ხელისუფლება ბატონი პრემიერის მეთაურობით პირველ რიგში უნდა გადადგეს ხაკიმ-ფაშა და მიყვნენ მას დანარჩენები მადლობთ ყურადღებისათვის